სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, პროფესორისა და ჟურნალისტის ნუგზარ რუხაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე რისთვის მინდა განათლება მე. ყველასათვის ცნობილი და საყვარელი ჟურნალისტი ნუგზარ რუხაძე მსმენელებს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ წარუდგინა. ნუგზარ რუხაძემ სტუდენტებს ცოდნის მისეული არსი აუხსნა და განუმარტა ის კონცეფცია, რასაც განათლების პრაქტიკაში განხორციელება ჰქვია. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ხირებულია განათლება, რომელსაც ადამიანისთვის კეთილდღეობა მოაქვს. ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გულწრფელად მადლიერი ვარ, რომ ამ უნივერსიტეტის რექტორატმა მომიწვია ლექციის ჩასატარებლად და ახალგაზრდათა შესახვედრად და არა მხოლოდ ახალგაზრდებთან, არამედ მასწავლებლებთანაც. თემა, რომელიც ჩვენ გავაშუქეთ დღეს, ანუ რატომ სწავლობ, რისთვის გჭირდება განათლება შენ. ეს არის უმნიშვნელოვანესი, ეს არის არაადგილობრივი, არამედ გლობალური შეკითხვაა. ამ შეკითხვას კაცობრიობამ პასუხი უნდა გასცეს და ცდილობს, რომ გასცეს პასუხი ამ შეკითხვას. და რატომ არის ძნელი? იმიტომ რომ ყველაფერი შეიცვალა, იცი, ამ სამყაროში მთელი კონიუნქტურა გამოცვლილია სამყაროში, მათ შორის განათლებაშიც 21 საუკუნეში. ამიტომ განწყობა თუ განათლების პროცესის მიმართ არ არის ოპტიმალური და შესაბამისი, შეიძლება შედეგი ვერ მოიყვანოს. არის მე ვეცადე რომ რაღაც გამერკვია ახალგაზრდები ამ საქმეში. ანუ ახალი მანამაინც კი არაფერი მithქვია, მაგრამ უთხარი აი მათ განწყობა შეუქმენი ჩემის აზრით და თუ ეს მოვახერხე, ძალიან მადლიერი ვარ. ყოველ შემთხვევაში ჩემი გამოცდილება გაუზიარა. ჩვენი სტუმარია ბატონი ნუგზარ რუხაძე. ადამიანი, რომელსაც წარდგინება არ ჭირდება, შემოქმედი, მუდმივად ახალგაზრდა, ენერგიული, უაღრესად განათლებული, ინტელექტუალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე. მე მინდა რომ ბატონმა ნუგზარმა მისი შეხედულებები უნივერსიტეტის შესახებ, მისი ცხოვრების განვლილი გზა, რომელიც რა თქმა უნდა იქნება მაგალითი წარმატებული ცხოვრებისა, ზოგადად ქვეყნის მოქალაქის, ქართველის და გაუზიაროს მისი გამოცდილება. მისი სახით ჩვენ ყავს ძალიან დიდი მეგობარი. დიდი იყო ინტერესი შეხვედრიდან და მისი საუბრიდან გამომდინარე, ჩვენი სტუდენტები როგორ აქტიურად ღებულობდნენ მონაწილეობას და მრავალფეროვანი იყო კითხვები, რომლებზედაც ისინი ელოდებოდნენ პასუხს, გადააჭარბა პასუხმა იმ მოლოდინს, რაც ჩვენ სტუდენტებს ჰქონდათ. მაგალითია, ბატონი ნუგზარი ჩვენთვის, მით უმეტეს სოხუმის უნივერსიტეტი დიდი მნიშვნელობას ატარებს. გვინდა გამოვიყენოთ მისი გამოცდილება, მიუბაძოთ გონი ყველაფერს ავიღოთ მაგალითად ამ ადამიანისგან, მით უმეტეს რომ ჩვენი რექტორი ყველაფერს აკეთებს, მოიწვია ეს ადამიანი დღეს სოხუმის უნივერსიტეტში. რა ვიცი, მადლობელი ვართ ჩვენი უნივერსიტეტის, თქმა უნდა, თემა საინტერესოა, რისთვის ჭირდება განათლება მე. რა თქმა უნდა, ისეთი განათლება, როგორც ბატონმა ნუგზარმა, როგორც აღნიშნავს, რომელიც ჩვენი კეთილდღეობისთვის სასარგებლო იქნება. მიარჩეული მაქვს საერთაშორისო ურთიერთობები, ერთ-ერთი პრესტიჟული და საკმაოდ საჭირო პროფესია დღეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის. დასასრულს უნივერსიტეტის რექტორმა ნუგზარ რუხაძეს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ამავე დროს აუდიტორიას უნივერსიტეტის სასიამოვნო სიახლე გააცნო. ცნობილი გახდა, რომ სასწავლებელში შეიქმნება რექტორის ფონდი, რომელსაც ნუგზარ რუხაძე ჩაუდგება სათავეში. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭება კოდი, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს მხრიდან სასწავლებელი დაფინანსებას მიიღებს. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვედა კორპუსის ტერიტორიაზე აშენდება კამპუსი.